თუ ევრაზიანეტი საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე საუბრობს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას მოსკოვის ხამოვსკის რაიონული სასამართლოს პრეს ატაშეს ინტერვიუსთან დაკავშირებით. 2011 წლის 14 თებერვალს ინტერნეტ გამოცემა გაზეტა რუსთვის მიცემულ ინტერვიუში მოსკოვი ხამოვსკის რაიონული სასამართლოს პრემიერ ატაშე და მოსამართლის თანაშემწემ ნატალია ვასილიევამ განაცხადა, რომ იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ ხოდორკოვსკისა და მენატეპის ყოფილი ხელმძღვანელის პლატონ ლებედევის განაჩენი სინამდვილეში დაწერილი იყო მოსკოვის საქალაქო სასამართლოში და ხამოვსკის რაიონის სასამართლომ ვიქტორ დანილკინმა მხოლოდ წაიკითხა წინასწარ გამოტანილი განაჩენი. აღნიშნული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთში ადგილი აქვს კანონიერებისა და ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს, რის შესახებაც არაერთხელ განაცხადეს საერთაშორისო, მათ შორის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალმა სახელმწიფომ. აქვე უნდა დაუმატოთ რუსეთის ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ განხორციელებული რეპრესიები, ჟურნალისტების უფლებადამცველებისა და ადვოკატების წლების განმავლობაში გამოუძიებელი მკვლელობები, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით ქსენოფობიის გაღვივება, ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა ჩრდილოეთ კავკასიაში, რეპრესირებული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის შიგნით ლოგიკურად გადაზრდილია აგრესიულ პოლიტიკაში რუსეთის საზღვრებს გარეთ, რის მსხვერპლიც გახდა საქართველო 2008 წელს და ამის შედეგად 20% ტერიტორიების დღემდე დაკარგულად ითვლება, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.